მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა გავაკეთოთ. ანუ მომდევნო კვირის პროგნოზი. ნახოთ, ეხლა რით გაგვახარებს ჩვენ მომდევნო კვირა, ხო? ნახოთ ასეთ ფორმატში გადავიღებ და აბა რამდენად თქვენთვის იქნება ეს თოთ უფრო კარგად თუ დაენახავთ. მინდა ეს ლამაზი მაგიდა გამოვაჩინო ძალიან და так, კარგით, მოდით ეხლა ჩვენ ვნახოთ ეხლა რა იყო, რა ენერგიებში ხარ თქვენ. ეს ასეთი ორ მხრივიანი, ასე ხო, ტარო. და ვნახოთ ეხლა ჩვენი მომდევნო კვირის ენერგიები. ვინც პირველად ხართ, აქ ჩვენ ახლა სამ პოზიციას ვიხილავთ, კარიერა, სამსახური ბიზნესი, ფინანსები და ურთიერთობა. და ნახოთ ეხლა რა ენერგიებში უნდა ვიყოთ ჩვენ მომდევნო კვირაში, ხო? რა ასეს მითითებები რა იქნება მაღალი ძალებისგან. так, ვნახოთ ეხლა შემდეგი ჩვენ გვინდა გავიგოთ, რომ ანუ სამსახურის თემა, ბიზნესი, სამსახური, ვნახოთ რა მიდის ეხლა. ანუ რა უნდა წავიდეს, ასე ერთ კარს ავიღებ და რა მოდის სასიამოვნო თქვენთვის, ჩვენთვის, მეც თქვენთან ერთად ვარ, ხო? так, შემდეგი ვნახოთ ფინანსები, ფინანსური მდგომარეობა. ვნახოთ ეხლა ჩვენ რა უნდა წავიდეს, დღეს რა ვიცი ამ დასდებმა მოითხოვეს და რა უნდა მოვიდეს, სასიამოვნო, ჩვენ სასიამოვნოს მარტო უყურებთ, ხო? ჩვენ არ გვინდა ნეგატივი, თუ რამე იქნება ისეთი გასაფრთხილებელი, კი გაგაფრთხილებთ, რა თქმა უნდა. და ურთიერთობასაც შევხედოთ ეხლა ჩვენ. ურთიერთობაში რა უნდა გაგეხარდეთ, ხო? ნუ ან რა მოხდება, რა მიდის. ნახოთ თქვენ ამ სიტუაციიდან თქვენი და რა გაგეხარდებათ, მოდით ასე ვქნათ, всё. так, ნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ ესე იგი ეს გაშლა პირველ რიგში ვის არის რა ენერგიებში, აჰა. ნუ აქ მიმიყურებენ უეჭველი ჩემი ყურუმები, კი ბატონო, ნახეთ სამი მაღალი არკანი. ეხლა თქვენ ხართ როგორ, თქვენ ხართ გამოღვიძების პროცესში. მოდით ეხლა ყურადღება მიაქციოთ პირველ რიგში ადამიანებმა, ვინც არის დაკავებული ეზოტერიკა, ფსიქოლოგია, ანუ ყველანაირი ეზოტერიკის სფეროები, ხო? თქვენთვის არის ინფორმაცია იმისი, რომ თქვენ რაღაც ახალ ეტაპზე გადეხართ. შეიძლება იყოს თქვენ ცხოვრებაში რაღაცა პერიოდი, როცა გიწევდეთ რაღაცის სწავლა. და დიდი ხანი გრძელდებოდა თქვენი სწავლა. შეიძლება თქვენ ახლა ფიქრობდეთ ახალ მიმართულებას რამეს და ვერ პოულობდით. ან ვერ პოულობთ. ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ აი სულ რაღაცას კითხულობს, სულ რაღაცას სწავლობს, სულ რაღაცა გაინტერესებთ და მაგრამ აი თითქოს ვერ პოულობდი იმას, რაც მე მინდოდა. მაგრამ აი ეხლა ვნახოთ აქ როგორ გადახვალთ, მაგრამ მაღალი ენერგიები არის ძალიან ძლიერი რა, იმიტომ რომ აქ ნამდვილად შემიძლია თქვა, რომ ადამიანი თუ თქვენ ახლა ეზოტერიკაში აქ ჯერ მოდით ასე ვთქვა, თქვენ ახლა სულ გაშლებს უყურებთ, ამიტომ უკვე თქვენ გაქვთ მიდრეკილებაც და უკვე თქვენ გაქვთ ყველანაირად ტარო გიძახის, ხო? დაუშვათ შენ რო სულ უყურებ, ესე იგი გაშლებ, ესე ანუ შენ ტარო გიძახებს, ანუ ყველა ვარიანტი შეიძლება შენ დაფიქრდები კიდევაც, რომ აი თქვათ ეხლა ანუ ხო არ ვისწავლო მეც, იმიტომ რომ მაინტერესებს უკვე ელემენტარული ჩემთვის მაინც გავაკეთო. თუმცა ეგრე უნდა ყველას, მაგრამ მე გამოდის ის, რომ ადამიანი მაინც მიდის და ეხმარება სხვებსაც, იმიტომ რომ გაიგებენ, რომ იცი ტარო, რა თქმა უნდა, ყველა მოვა შენთან და გთხოვს, რომ მეც გამეშალე და ამიტომ აქ არის ისეთი მომენტი, შეიძლება თქვათ, ახალ სამსახურს ეძებ, დიდი ხანი იჯექით სახლში და თქვათ, ეხლა გინდათ რამე შეცვალოთ უკვე, თქვათ, შეიძლება თქვათ, იყავით დეკრეტში და ეხლა ფიქრობთ, რომ არა, ეხლა მინდა რომ ჩემი გზა თქვათ, ეხლა გავომკლავო. კი შეიძლება, სხვა რამე დავკავდე.
ანუ ყველა ვარიანტში შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა თქვენს თავს ვერ პოულობდით და ეხლა რაღაცა ინფორმაციას იძიებთ. იმიტომ რომ არის მოდის ესეთი პერიოდი ყოველას ცხოვრებაში, როცა მაინტერესებს მე ვინ ვარ, ხო? და ანუ აქ შეიძლება თქვენ უკვე აი საკრალური ინფორმაციით ხარ დაინტერესებული. ბევრ რამეს ეძებთ, შეიძლება ინტერნეტში და ნუ ახლა აქ არის როგორი პროცესი, იცით, მე ვეძებ, მე მაინტერესებს, მე მინდა გავიგო. აი აქ ეგეთი მომენტი გაქვთ თქვენ ახლა აი დიდი ხნის რაღაც ეგეთი პროცედურა გაქვთ თქვენ ახლა აქ და იმიტომ რომ ძალიან ისეთი არკანები რომ რა გითხრათ, ნუ ნახოთ ახლა ჩვენ რა გელოდება თქვენ ახლა მომდევნო კვირაში. აი ნახეთ აქაც როგორი მომენტი არის. აი შეხედეთ, აქ არის როგორი სიტუაცია. აქ თითქოს იქნება უკვე აი ძვრა, ასე რომ ვთქვათ. მაინტერესებს კიდე აქ დავამატოთ, ეხლა ჩვენ აქ რა უნდა რომ გითხრეს ტარო, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, და წამომიღო ეს პატარა სვიფიც, ნუ არა უშავს. ანუ ნახეთ, პრინციპში აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია, რომელიც თქვენთვის იყო შემაწუხებელი, რომელიც თქვენ შეიძლება ფიქრობდით, რომ დავკარგე ყველანაირად, ხო? ანუ შეიძლება სიყვარულსაც ეხებოდეს, აი აქ არის, ნუ შეიძლება გამონათება ადამიანის, რომელზეც თქვენ შეიძლება ფიქრობდით, რომ უკვე დავკარგე, ის ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, გამოანატოს. ადამიანი, ნახეთ, ვიზეც თქვენ ნერვიულობთ და შეიძლება ფიქრობდით, რომ უკვე აღარაფერი არ მექნება მაგ ადამიანთან რა. თუ ეხება აი ამ სიტუაციას, აი აქ თქვენ რაღაცა ინფორმაციას მაინც ნახავთ რა და შეიძლება კიდე რა აქ ისეთ სიტუაციაში შეხვალთ, რომ ის ძველი რაღაცა, რასაც თქვენ ფიქრობდით, შეიძლება რომ აი მინდა რომ თქვათ, მიზიდავს რაღაცა, ხო, აი ეს გამოჩნდება. ანუ აქ არის, ნახეთ, ჯერჯერობით ასე ორი ვარიანტი, ახლა აქაც ხო ვნახავთ ჩვენ რა ხდება, მაგრამ ჯერ როგორი ენერგია, ანუ რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ ის იყო თქვენთვის დაკარგული, ის აუცილებლად გამოჩნდება. კიდე თუ დაუშვოთ, თქვენ რაღაცა გაქვთ ნასწავლი, ხო? აი აქ სიტყვაზე თქვენ ახლა ფიქრობდით, რომ აი თქვა დიდი ხნის წინ ისწავლეთ სიტყვაზე, ნუ მაგალითი, ტარო, ნუ თქვათ ეზოტერიკური რაღაცა. აი აქ თქვენ მიხვალთ ისეთ პერიოდში, რომ თქვენ აი თითქოს გაიძულებენ, აი ეს ძალიან კარგი გაგებით, გაძულება, ანუ მაღალი ძალები ეგრე მუშაობენ, რომ ანუ ბოლოს და ბოლოს უნდა დავიწყო და უნდა გამოვავლინო მე ჩემი ცოდნა. ან თუ ეძებდით აქ თქვენ მასწავლებელს თუნდაც, რომ თქვათ, ვინცაც მე მარტო მას ვენდობე და მხოლოდ მისისგან მე მინდა ვისწავლო, აი აქ თქვენ მიხვალთ ისეთ მომენტში, რომ იტყვით, როდემდეღა უნდა ვიყო, всё, უნდა მივიღო გადაწყვეტილება და ის, რაზეც მე დიდი ხანი ვფიქრობდი, უკვე უნდა ჩქარა რაღაცა შეიძლება შეთავაზება ისეთი მოვიდეს, რომელიც თქვენთვის არის ძალიან კარგი რა, აი ეგეთი რაღაც მომენტი მოდის. ნუ აქ ახლა ახალი პერიოდი ყველა ვარიანტში არის და ის აი რაზეც თქვენ ნახეთ, აქაც განდეგელი, აქაც რაზეც თქვენ სთხოვდით, ის აუცილებლად მოხდება. ეს შეიძლება იყოს, აი გეუბნებით, ურთიერთობასაც შევეხები, იმიტომ რომ აქ არის მაინც დასების არკანი. ანუ ყველა ვარიანტში აქ არის გამოსულა სიტუაციიდან, აი რომელიც ნახეთ შიში, რომელიც თუ გქონდათ, მოდით თქვენი აიღეთ, ხო? იქიდან გამოდიხართ. ყველა ვარიანტში კი გამოდიხართ, აქაც იმპერატრიცას უყურებს, უყურებ. კაი, დავიწყოთ ახლა ჩვენ. Так, რა მიდის რაღაცა თქვენი სამსახურის რაც ეხება, თუ დაუშვათ რაღაცა სიტუაცია იყო, რომ თქვენ აქ ნებივრობდით, დაუშვათ, აი ეს სიტუაცია წავა. აბა ვნახოთ რატო წავა ეს სიტუაცია. იმიტომ რომ მოგივათ ახლა აქ ბევრი სამუშაო ეთყობა, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ ექნება სიტუაცია, როცა უკვე სულ რაც აი შეიძლება პერიოდი გქონდეთ, თქვა დასვენების, ან პერიოდი გქონდეთ აი ძიების, თქვა აქ თქვენ თავს ეძებდით, ხო? იმას ფიქრობდით, რა იქნება ჩემთვის სასიამოვნო, რა ვიპოვო, რა არის, სად არის ჩემი აქაც ნახეთ რამდენი ვარსკვლავებია, ხო? და აი ამას თქვენ აი აქ გახსნით უკვე თქვენს კმაყოფილება. ეს არის ძალიან დიდი კმაყოფილება. აქ სხვათა შორის შეიძლება თქვენ ფიქრობდით, რომ საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ,
რა ვიცი, აი თითქოს აი даже კიდე რა მომდის, ესეც შეიძლება თქვა დაუშვათ ახლა სწავლა მინდა ხო რაღაცით ან თქვა სამსახური ან გადასვლა ანუ რაღაცა რაზეც ფიქრობ დიდი ხანია შეიძლება ფიქრობ თქვენ რომ აი არ ვიცი რას მომიტანს მე ეს ყველაფერი აქ ძალიან მაგარი იმას წინსვას მოგიტანს იმიტომ რომ აქ უკვე ინტუიცია ისედაც გეუბნებოდა რომ აი მიდი რა დაიწყე ნუღაზი ხარ ან დაუშვათ წადე ახლა თქვათ შენი ცოდნა ანახე ხალხს ხო და შეიძლება თქვათ მერყეობდე მაგრამ აი აქ მაგრამ ამ დროს შინაგანად ნახეთ როგორ გრძნობდე თქვენ რომ შემიძლია აქ თითქოს რაღაც ესეთი პროცესები არის რომელიც აი ახალი პროცესები უკვე უნდა დაწყებულიყო აი აქ უფრო კიდე გამოვლინდება რაღაცა ისეთი ახალი რაღაცები რა. ხო, კაი, სამსახურს დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ, ანუ მიდის თქვენი თქვათ ისეთი თემა რომ თქვენ იჯეკით, აი, ნუ შეიძლება იყო პერიოდი, როცა თქვენ დაუშვათ, ნუ არაფერი ისეთი არ ხდებოდა და შეიძლება თქვათ შობლებაში იყავით. ზოგი შეიძლება, ზოგი თქვათ ახლა არ გქონდა თქვათ აი ძალიან ისეთი ენერგიები არ ტრიალებდა ხო თქვენთან აი ახლა შემიძლია გითხრათ ვიღაცასთან მოდის ახალი კლიენტები ხო ახალი რაღაცა სწრაფად იცვლება აქ სიტუაციები გამიგეთ იმიტომ რომ აქ თუ ვინც მუშაობს კლიენტებთან უეჭველეთ თქვენთან მოდიან კლიენტებიდან ბევრი კლიენტი მოდის ხო და ამიტომ ვერ მოისვენებთ შეიძლება თქვათ მოგიწევთ რაღაცა როგორი მომენტი იცით სიტუაცია რომელიც გაყინული იყო აქ ექნება ზრა უკვე რა სიტუაცია და კიდე რატო რა ხდება აქ ხო ნუ აქ როგორი მომენტი ნახეთ აქ როგორი სიტუაცია შეიძლება თქვენ არის ხოლმე ეგეთი თემა აი აქაც ხო იჯეკით თქვენ ამდენი ხანი ასეთ პერიოდში და ფიქრობდით ეძებდით თქვენს თავს ეს პერიოდი ერთი მხრიდან არის აი ესე კარგი რომ თქვათ ახლა თქვენი ნუ ნებივრობ ფიქრობ, ოცნებობ, ხო, ან სწავლობ, ან შენთვის კომფორტის ზონაში ხარ, ხო? და რა უშავს, შეიძლება სიტყვაზე ფულიც გქონდეს, მაგრამ მაინც რაღაცა, მაგრამ გინდა რაღაცა რომ მოხდეს რაღაცა ინტერესო, ხო? აი, იმიტომ გიოდ აქ თითქოს სწრაფად გამოდიხართ რაღაცა მომენტებიდან რა. აქაც იგივე, ნახეთ, აქაც ხმალების არის რაინდე. დასრულდება, გეუბნებით რაღაცა აქ პერიოდი დასვენები და დაიწყება მოძრაობა. ანუ აქ ხო გეუბნებით რაღაც ან ახალი მიმართულებით დაიწყებთ თქვენ აქ მუშაობა, ან გეუბნებით იმდენი კლიენტები მოგივათ, რომ თქვენ აქ ვაფშე ვერ დაისვენებთ, კი? ახალი რაღაცა გაიხსნება, აგეც აქაც ყურუმი. აი დაიჭირეთ, ნახეთ, რომ თქვენ ან ახალი სამსახური იქნება, თუ აქ თქვენ ფიქრობდეთ ან ახალ სამსახურზე, ხო? ან გეუბნებით, აქ რაღაცა გაგეხსნება თქვენ ახალი, რაც იყო დამალული, რასაც თქვენ ეძებდით. ნუ ეს უფრო კიდევაც გეუბნები, ვინც არის ეზოტერიკა. ში არიან აი თქვენთვის კი, მაგრამ აი კლიენტები რომ მოგივათ, რომ იმდენი რომ თქვენ რომ იტყვით რომ ღმერთო რა ხდება, საერთოდ რა არის. აი თითქოს სიტუაცია რომელიც იყო შეჩერებული დიდი ხანი, თითქოს ყველამ დაგინახა რა. და რაღაცა პაუზის მერე ყველას მოუნდა თქვენთან, თან აქ მოდიან ძალიან ცოტა არ იყოს, ხოთაშორის ძალიან შეძლებული კლიენტები. აი კარგი თქვათ, ესეთი კლიენტები რომ ნამდვილად შეიძლება თქვენ გინდოდეთ თქვათ ეგეთ კონტინგენტთან მუშაობა, მაგრამ აქ მოდის ძალიან ესეთი აი რაღაც დიდი პაუზის მერე მოდიან, აი აქ შეიცვალა თითქოს ნახეთ ახლა გეტყვით, როცა ჩვენ თქვათ მუშაობთ თქვენ კლიენტურასთან, ხო? ჩვენ ყველა მუშაობთ კლიენტებთან აბსოლუტურად რა, თითქმის რა. ანუ ვინმეს ვეხმარებით, ხო? მაგრამ ჩვენ ხო, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვამბობთ, თქვათ, სამყაროს ვეუბნებით, რომ აი მე მინდა თქვათ, დაუშვათ ახლა გაუმჯობესდეს ჩვენ, დაუშვათ ჩემი კლიენტურა. ან მინდა რომ უფრო ესეთი ხალხი შემოვიდეს, ისაც ფული თქვათ აქ, ხო? ნუ ყველა ახლა დაუშვათ ან თქვათ ხელფასი მომიმატოს, რაღაცა ეგეთი თემები, ხო? მაინც ეს არის ნორმალური, ხო? და ამიტომ ჩვენ ნახეთ კოშკი აქ ხო არის, ჩვენ როცა ვუცხადებთ სამყაროს, აი ამ სთხოვნას, ხო, იქაც უნდა მოხდეს რაღაცა, ეს როგორც აი ხა ჩვენთან ხო დაიწყება სურვილების ასრულება, იქ მე ვასწავლე და ამ ტრენინგზე ზუსტად როგორ სწორედ უნდა გონდეს მიდგომა და როგორ უნდა თქვათ ახლა
ჯერ ჩაიფიქრო შენი სურვილები და მე როგორ სწორედ ჩაიფიქრო და როგორ რა უნდა იყოს შემდეგ თქვა სანამ მოხდება ეს ყველაფერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და აი აქ სივრცე უნდა შეიცვალოს, ხო, შეცვლილ იყო და დიდი ხანი მოუნდა შეიძლება ამას, გაიგეთ? იმიტომ რომ ჩვენ რო ჩავიფიქრეთ, ჩვენ იმ წუთში გვინდა რომ ასრულდეს. არის ზოგი სურვილი, რომელიც მაშინვე სრულდება, ნუ ეს შეიძლება შენ ახლა დაუშვათ უცხადებდე სამყაროს ჯერ თქვათ ისი რა ჩურჩულით, მე შეიძლება ცოტა ხმამაღლა და მე უკვე ხმამაღლა თქვი და უცბად მოხდა, მაგრამ ის დაგავიწერო ჩურჩულებდე, ხო? არის ზოგი რომელიც აი ახლა გაბედე, მაგრამ იმისთვის რომ ეს ასრულდეს დრო სჭირდებოდა ყველა ვარიანტში მატერიაში რომ ეს დრო ამას სჭირდებოდა და ამიტომ თქვენ ახლა აქ თითქოს უკვე всё წამოვიდა ეს პერიოდი რომელიც იყო ცოტა შეჩერებული ეს პერიოდი დასრულდება და თქვენი სურვილი უკვე უნდა აგესრულდეს თუ თქვენ ფიქრობდეთ რომ აი მინდა რომ თქვათ ну უფრო დამაფასონ მინდა რომ თქვა ახლა შეიძლება აქ სამსახურში და წინაურება კონდეს ვიღაცას ან დაუშვათ ნამდვილად შემოვლენ ისეთი კლიენტები ვისაც ნამდვილად აქ შემოსავალი კარგი და შეუძლიათ ანაზღაურება კარგი მოგიტანოს თქვენ აი აქ ძალიან მომენტი ну კარგი მომენტი არის შემიძლია გითხრათ რაც სამსახურს ეხება ბევრს ექნება დაწინაურება ბევრს ექნება თქვენი აღიარება რომ თქვენ ხართ ძალიან ძვირფასი სპეციალისტი ძალიან ისეთი აი დაფასება იქნება თქვენი რომ აი როგორც კარგი სპეციალისტი როგორც აი გეტყვიან შეიძლება რომ აი ძალიან ისეთი გონებითი აი უმაღლესი დონის სპეციალისტი ხარ ან თქვათ ну დაგაფასებენ ყველა ვარიანტში და ფულიც კი შემოვა იმიტომ რომ აქ ნახოთ უკვე მაჩვენებენ მაგრამ ეს არის როგორ იცით თქვენ ძალიან სიამოვნები იქნებით იმით რაც მოხდება და იტყვით რომ აი ღირდა რა მოლოდინი და აქ მოდით შემდეგი თქვათ ფინანსებიდან ну ფინანსებიდან ზუსტად მიდის აი ეს აი აქ რაღაცა ის პერიოდი ხო გეუბნება თქვენდა თქვენ ისეთი რომ თქვენ ну ცოტა არ იყოს აი კომფორტ ზონაში იჯეკეთ ხო აი რატო აქ რაღა არის აჰა აი ხო გითხარით ნახეთ აი ეს ტყილა კი არ მეთქვი აქ რვიანი არის პენტაკლების და აქაც ხო გითხარით აქ ახლა ნახეთ თუ დაუშვათ ახლა პენტაკლების მეფე არის ცოტა როგორი ენერგია ადამიანი სხვათა შორის რომელიც თავისი სიამოვნებისთვის აი შებადაჟე მხარჯველიც იყოს რა ნუ იმიტომ რომ რაცა ფულს ეხება აბა მოდით კიდევ ნახოთ ეს უფრო რა так ეს რატო ხარ აქ შენახეთ так დეთ ამერია ეს ხო ამ დასტის არკანები ხედავთ თქვენ აი აბა ნახოთ აქ რა ხდება რა მთავრდება აი გითხარით ხო გითხარით ის რაც ჩაფიქრებული ქონდათ ეს უფრო ეგაც ხა მაინც ანუ პერიოდი მთავრდება რომ თქვენ ელოდებოდ მოლოდინის даже ასევე ტყოდე ნახეთ მოლოდინის უკვე შენ იჯეკი და ელოდებოდი რაღაცას სიურპრიზებს ასე რომ ვთქვათ მაგრამ არ ხდებოდა აი ეხლა უკვე გამოდიხარ აი ხო გითხარით აკაც კოშკი ანუ რაც აგეხსენეთ რა ეხლა თითქოს ძვრა იქნება ვისაც ვინც იყავით ჩემო სიხარულებო ჩემს ტრენინგზე იცოდეთ რომ ამ კვირაში დააკვირდეთ რა უკვე დაიწყება თქვენი სურვილების ასრულება თქვენ ესე იგი ანუ იცით თქვენ რატომაც არ იყო ხო და ამიტომ ეხლა აქ დაიწყო უკვე ძვრა იქნება გამიგეთ ის გამოდიხართ სიტუაციიდან შეიძლება ნერვიულობდით იმიტომ რომ აი ეს მაინც ეხლა დასები ემოცია შეიძლება სანერვიულო თემებიც გქონდა თქვენ რაღაცა თქვა თქვენს ფინანსებზე დასრულდებას აი დასრულება მიდის რა რომ თქვა ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ვერ მართავდი მჭირდებოდა ფული თქვა გლობალური რამისთვის მაგრამ ვერა გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან და იმიტომ რომ შემოდის ანუ ნაკადში შედიხარ და შემოდის აი თითქოს მაღალმა ძალებმა თქვა თქვენ всё უკვე მზად არის მისი თქვა სივრცე რომ მოდი ახლა მაგისკენ გავუშვათ ჩვენ ახლა ფინანსები კი აი ნახეთ ძალიან კი აი ზუსტად კიდე მაგას მიმითითებენ რომ ვინც იყო თქვა აი სწორედ ჩაიფიქრე შენ იცი უკვე შენ დაელოდი თქვა შენ არ ჩქარობდი ხო აი ნამდვილად შენთან მოდის დიდი სიხარული და ბედნიერება კი
კი ბატონო, იმიტომ რომ აქ ნერვიულობა გქონდათ ფინანსებზე, ძალიან დიდი, მაგრამ თქვენ მოერიეთ, იმიტომ რომ ფიქრობდით, აქ გეუბნებით, აი ეს არის როგორი პერიოდი, როცა მე ველოდები დიდ შემოსავალს, მე ველოდები და მოდის რაღაცა კაპიკები, რომელიც ახლა არაფერზე არ მყოფნის და ვერ გავიგე, ახლა მე თუ აქ ჩავიფიქრე რაღაცები, რატომ არა? აი ეს არის თქვენი დიდი სიხარული. გამოდიხართ კი აქა თქვენი რაღაცა პრობლემებიდან. ყველა ვარიანტში ფინანსური მდგომარეობა აქ უნდა გამოსწორდეს, იმიტომ რომ ეს უკვე მტკივნეული პერიოდი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, უნდა წავიდეს. გამიგეთ, რა ხდება თქვენ აქ მართლა გმირობა ჩაიდინეთ, რომ დაელოდეთ და კი იყო პერიოდი, რომ თქვენ ახლა უკვე შეიძლება ფიქრობდეთ, რა ვქნა, ამდენი რამეს ვაკეთებ და არაფერი რა, სულ მეხარჯება, მოდის და იხა სად არის მჭირდება აქ რაღაცა გლობალურისთვის და აი ზუსტად თქვენ მოერევით ამ ნერვიულობას და შემოსავალი მოდის. აქაც ნახეთ ახლა როგორ მუშაობს ახლა არკანები და აქ მოდით все ურთიერთობასაც გადავიდეთ ახლა ურთიერთობაში რა მიდის, რაღაცა მიდის სიტუაცია, რომელიც შეიძლება თქვენ, აი სიხარული თქვათ, სიხარული არ მოგქონდა თქვათ, შეიძლება რა ნახოთ, მოიცადე, აქ მოლოდინი, აქაც მოლოდინი, აქ გეუბნებით თქვენ რაღაცა პერიოდი გქონდათ, აი ყველანაირ დარგში რაღაცა შეიძლება სტაგნაციური, ხო? აქაც პრინციპში ნახეთ გვაჩვენეს ეგა, ხო? რაღაცას ელოდებოდით ახალს, თქვენ ახალი პერიოდის მოლოდინში იყავით, აქ უეჭველე. და ეხლა ეს რა ქვია, ესეც მოლოდინი მიდის, გაიგეთ, ხო გეუბნებით. აი თითქოს რაღაცა მოლოდინი, აი ეს იყო რა, რაღაცა უკვე ხან კაი ხასიათზე იყავით, ხან არა, მაგრამ აქ მიდის რა, თქვენ ელოდებოდით, რომ შეიძლება სიტუაცია, რომელიც არის შეჩერებული, რომ რაღაცა მოხდეს კარგი რა, მაგრამ არა. აი ნახოთ ახლა ჩვენ რა. ჩემო სიხარულებო, აქ შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად ბევრისთვის აქ იქნება გამოჩენა ადამიანის, რომელსაც თქვენ გულით და სულით ელოდებოდეთ. აქ ბევრისთვის იქნება ეგ მომენტი, რომელსაც თქვენ გულში ყავდათ, ნახეთ, აი, აქაც ახლა ჩამოკიდებული, აქაც რა, ანუ ველოდები, არ ვიცი რა იქნება, ველოდებოდი და აი ნამდვილად აგვაჩვენებენ ჩვენ, რომ თქვენ თითქოს იცით როგორ არის. აი აქ даже როგორი პოზიცია არის, იცით, რომ ნამდვილად ეს იმდენად так, კიდე ერთი მაცალეთ, ერთი მომენტი უნდა გითხრათ. ზოგისთვის ეს ყოველთვის არ იქნება, მაგრამ ვიღაცებისთვის იქნება როგორი თემა. ვინც ელოდებოდით, თქვათ, სიყვარულს. თან როგორ სიყვარულს, აი მინდა რომ იყოს ვნება, მინდა რომ იყოს რაღაც სიგიჟე, მინდა რომ იყოს აი რაღაცა, აი რა გითხრა, თქვათ, რომ მიხაროდეს, ანუ კარმული ურთიერთობას ვინც იზიდავდა, შემიძლია გითხრათ, კარები გაუღეთ. იმიტომ რომ აქ მოხდება, რომ აი გიცანი სიტუაცია ყველა ვარიანტში. ანუ როგორ შეგვიძლია იცით, მიიხსნოთ, რომ კარმული პარტნიორი არის, რომ თქვათ, კარები გაიღო, შემოვიდა ადამიანი და შენ გული გაგიჩერდა და უყურებდა ვერ სუნთქავდა, თქვი რომ ღმერთო, ეს არის ჩემი ადამიანი. всё, კარები გაუღოთ თქვენს კარმულის პარტნიორს, იმიტომ რომ ეს ესეთი სიტუაცია არის აქ მე ვერ ვეტყვი, რომ თქვათ, ახლა სხვა რამე იყოს. კიდე აქ იქნება როგორი მომენტი, იცით, შეიძლება ზოგისთვის იქნება აი დიდი მონატრება იმ ადამიანზე, ვინც თქვენ თქვათ, ძალიან გიყვარდა, შეიძლება ეხლა ერთად არ ახართ, მაგრამ ნახეთ აქ როგორ იქნება, შეიძლება მოგაწვება რაღაცა ეს მონატრება რა. შეიძლება და შიში მოგაწვება, რომ აი ტყუილა ხო არ ველოდები, იმიტომ რომ აქ ლოდინი არის, ხო და აქ იმიტომ მთავრდება ლოდინი რა, უეჭველი, იმიტომ რომ აქ გამოჩნდება ეს ადამიანი და რა გავაკეთო, ხო? კი. აქ ვაფშე სრულიად უეცრად გამოვა ადამიანი.
მაგრამ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აქ დიდი ხანი ეს სიტუაცია რო იყო გაჩერებული, სხვათა შორის, ძალიან ტყუილა არ იყო ეს სიტუაცია. აქ ადამიანი შეიძლება სამუშაოთაც იყო, შეიძლება სადღაც წასული იყო, სხვაგან საზღვარგარეთ იყო, ან თქვენ იყავით წასული რა. მაგრამ ძალიან დიდი მტკივნეული პერიოდი კი გაიარა თქვენ და სტაგნაციაც იყო და ნერვიულობა და ყველაფერი, მაგრამ აქ ადამიანი გამოჩნდება. ზოგისთვის როგორც გითხარით კარები გაუღოთ თქვენს კარმულ პარტნიორს, იმიტომ რომ ეგ ისეთი სიყვარული და ვნებით და ისეთი მოწონებით შემოვა, რომ გაგიჟდებით და გადაერევეთ და თქვენს თავს ვერ მოერევით, იმიტომ რომ იტყვით, რომ ამას ველოდებოდი მთელი ცხოვრება და კიდევ კაი მოვიდა. ეს არის კარმული უეჭველი. ზოგისთვის, ვინც უკვე არის კარმული ურთიერთობაში და თქვენ შორის იყო პაუზები და რაღაც გაუგებრობა, აქ არის ძალიან დიდი ალბათობა იმისი, რომ ადამიანი მოერევა თავს და გამოდის უკვე ამ პერიოდიდან, რომელშიც იყო გაჩერებული და სრულიად მოულოდნელად ან ჩამოვა, ან გამოჩნდება, იმიტომ რომ ბევრნი ხართ, იმიტომ ექნება ბევრი, ან ყველას თავისი ისტორია და სიტუაცია გაქვთ ეს და პლუს შეიძლება უბრალოდ თავს, გაჩვენებს, რომ აქ ვარ. ხო ხდებით რა. იმიტომ რომ აქაც ხო ნახეთ, რასაც თქვენ ფიქრობდით, რომ უკვე დავკარგე და უკვე აღარ ღირს ლოდინი, აი ეს ადამიანი გეუბნეთ გამოჩნდება. კი, ვიღაცა იყო გამოყვაბულში და გამოჩნდება. всё, ჩემო ლამაზებო, მე მგონი ძალიან მაგარი გაშლა გამოგვივიდა ჩვენ, მე გელოდებით როგორც ყოველთვის კომენტარებში, მიყვარხართ ძალიან და მე როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ